ყველას გილოცავ დღევანდელ წინვალე დღესასწაულს, დღეს არის ხარება. ხარება, დღეს არის განსაკუთრებული დღე, დღეს არის სიხარულის დღე და დღევანდელ დღეს უნდა ადამიანმა დასვას შეკითხვა, რომ რა არის ეს დღესასწაული, რას ნიშნავს ეს სიხარულის დღესასწაული, რას ნიშნავს ეს სიხარული, რატო არის ეს სიხარული ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენთვის სამების ერთი პირი ძეღმერთი განკაცდა, დაიბადა, მოვიდა დედამიწაზე, უამრავი სასწაული აღასრულა და ბოლოს ჯვარზე გაეკრა, მოკვდა და აღდგა და ამით ჩვენ მოგვანიჭა მარადიული სიცოცხლე. ცადა დედამიწა გაერთიანა. აი, ამის მეტი კიდე რა შეიძლება მომხდარიყო. და ჩვენ რითი შეგვიძლია ჩვენ უფალს აი ეს მადლიერება გამოვუხატოთ. ეს ხო შეუძლებელია საერთოდ. აი ამ ხელა ამბავი მოხდა. კიდევ რა შეიძლება მომხდარიყო. აი სწორედ ეს არის დღევანდელი დღე. ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ არა მარტო მოგვანიჭა ჩვენ სიცოცხლე, შობა და ცოდვით დაცემულნი აღვადგინა, არამედ მოგცა ესეთი ცნება პირდაპირ, მოციქულის სპირით, მარადის გიხაროთ. აი ჩვენი მადლიერება ჩვენ უნდა გამოვხატოთ სიხარულში. ჩვენ უნდა გვიხაროთ ეს. და ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა, ეს არის სიხარულის სარწმუნოება, სიხარულის რელიგია. ჩვენი ვალდებულებაა პირდაპირ სიხარული გქონდეს მუდმივი და უსიხარულობა არ იცოდო. არაფერი არ არსებობს დედამიწაზე ისეთი, რამაც ჩვენ შეიძლება ეს სიხარული უფლის მიმართ, აი ეს სიცოცხლის მიმართ სიხარული დაგვაკარგინოს. და თუ ჩვენ ამას ვერ ვფრთხილდებით, ეს არის ცოდვა. დღევანდელი დღესასწაული არის სიხარულის დღესასწაული. დღევანდელი დღე უფალმა და არა მარტო განკაცდა, არამედ მთავარანგელოზი გაბრიელის სპირით ახარა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. მივიდა და გაახარა ღვთისმშობელი, რომ ეს მოხდება. აი ეს სიხარული მიანიჭა და ეს ჩვენ არასოდეს არ უნდა დავიწყოთ. დღევანდელი დღე არის სიხარულის დღესასწაული. თუმცა დღევანდელ დღეს კიდევ აქვს ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზი მივიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან, უთხრა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რას ნიშნავს? რას ნიშნავს კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის? როდესაც იესო ქრისტე ქადაგებდა, მივიდა მასთან ერთი ქალი და ესეთი სიტყვები უთხრა ამდენი ხალხის თანდაცრებით. ნეტარ არიან ძუძუნი, რომელნი გაწოვდი შენ, რომელსაც წოვდი. აი ეს რას ნიშნავს? დღევანდელი დღე პირდაპირ კავშირში არის ზიარების საიდუმლოს დაარსებასთან. დღევანდელი დღე პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დედას, ჩვენი დედა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ამას აქვს საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. ეს არ არის მარტო რაღაც ეპიტეტი, ან ეს არ არის მარტო ჩვენი მადლიერება ღვთისმშობლის მიმართ ეს სიტყვები. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის დედა, იმიტომ რომ ძუძუნი, რომელსაც წოვდნენ იესო ქრისტე, ეს არის ის ძუძუნი, რომელსაც წოვთ ჩვენ დღემდე. იმიტომ რომ ნაყოფი მუცლისა მისისა, რომელიც არის კურთხეული, ჩვენ გვენიჭება როგორც სისხლი და ხორცი ქრისტეს. ეს არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეულის ნაყოფი, რომელსაც ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეულიდან ვღებულობთ საჭმელად და სასმელად. ძუძუნი, რომელსაც ნეტარ არიან ძუძუნი, რომელსაც წოვდი, ეს გვეხება ჩვენ. ჩვენ წოვთ ამ ძუძუნებს. ამიტომ არის ღვთისმშობელი ჩვენი დედა, იმიტომ რომ იგი ჩვენ გვანიჭებს თავისი შვილის იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც სასიცოცხლო რძეს, როგორც ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი გაზრდისათვის, ჩვენი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებელ სისხლს და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამიტომ ჩვენ უნდა ვეზიაროთ, ხშირად მივიღოთ, როგორც ერთი ჭამა არ არის ბავშვისთვის საკმარისი, ბავშვი, რომელიც დედის ძუძუთ იკვებება, ეს ძუძუ უნდა ჭამოს ხშირად,
რომ ის გაიზარდოს, აი ეს ხშირად უნდა მივიღოთ ჩვენ წმინდა ზიარება. ეს არის ჩვენი საკვები და მარადის უნდა გვიხაროდეს ამ ყველაფრის გამო, ღმერთმა მოგანიჭოთ ეს სიხარული და ღმერთმა აი ამ სიხარულით გვაცხოვროს ამ დედამიწაზე და შეგვიყვანოს სათასაფლაოში. ჩვენთან არც ღმერთი. არც დაიწყოს.